ბუდაპეშტი, ჟენევა, მიუნხენი, ოსლო, სტოკჰოლმი. ბათუმმა ძლიერი კონკურენტები უკან ჩამოიტოვა და მთავარი პრიზი მოიპოვა. ზღვისპირა ქალაქი ევროპის 4 სეზონის მარგალიტია. დაჯილდოების ცერემონია სარდინიაზე გაიმართა. ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ქალაქებს ბევრი შრომა უწევს. ბათუმის გამარჯვება კი დასტურია იმის, რომ ქალაქს მზარდი ტურისტული პოტენციალი აქვს და ეს განპირობებულია ჩვენი ქვეყნის განვითარებით, ისტორიით და კულტურით. ნახეთ ბათუმის ტრიუმფი. ქეთი კარდავას ექსკლუზიურ რეპორტაჟში იტალიიდან. თითოეული ქართველისთვის საყვარელი ადგილი, ქალაქი, სადაც ახალი მოგონებებისთვის ყოველთვის გვეჩქარება მოხვედრა, გვიამაყება, გვინდა ბათუმი მუდმივად განახლებადი, ცოცხალი, თანამედროვე იყოს და რაც მთავარია, ბათუმზე არა მარტო ჩვენ, არამედ უცხოელები საუბრობდნენ. დასასვენებლად, საქართველოს გასაცნობად და შესაყვარებლად მათი მოგზაურობის მარშრუტში მუდმივად თავისი განუყოფელი ადგილი ჰქონდეს. იმედის კვირა ბათუმის მერს ქალაქის მიმზიდველობის გაზრდაზე ესაუბრა. ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული სითბოთი და სტუმართმოყვარეობით. ბათუმი არის ადგილი, სადაც დასავლეთის და აღმოსავლეთის კულტურები ერთიანდება, თანამედროვეობა და ტრადიციები. ეს ყველაფერი ერთად ხდის ჩვენს ქალაქს განსაკუთრებულ ადგილად, რომელიც იზიდავს ტურისტებს წელიწადის ნებისმიერ დროს. რა თქმა უნდა, გასაკეთებელი კიდე ბევრია. ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში ბათუმი საკმაოდ გაიზარდა. ძალიან მაღალი განაშენიანების ტემპია და მნიშვნელოვანია, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩემი მერობის პერიოდში ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი წამოეწიოს ამ განაშენიანების გეგმას და აღარ ჩამორჩეს მას. ეს არის მათ შორის წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია, გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, რაც მნიშვნელოვანია ძალიან და ემატება ახალი ხაზები. ეს ყველაფერი ერთად ჯამში მოგცემს საშუალებას, რომ მაქსიმალურად განტვირთოთ ქალაქი განსაკუთრებით ტურისტული სეზონის დროს. რას აძლევს ბათუმი ტურისტს? რატომ უნდა ჩამოვიდეს უცხოელი ბათუმში? რას თავაზობთ? ბათუმში ბუნებრივი ლანდშაფტები, თუნდაც ბოტანიკური ბაღები. ბოლო პერიოდში ძალიან განვითარდა ბათუმის გარშემო, ბათუმის ტერიტორია იგივე საოჯახო სასტუმროები. წელიწადის ნებისმიერ დროს დატვირთულია. ასევე ზღვა ზაფხულში. ბათუმიდან დაახლოებით 2-3 საათის სავალზე გვაქვს ძალიან კარგი სათხილამურო კურორტი. ეს ყველაფერი ერთად ჯამში და მათ შორის კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ეს ბათუმური სითბო და სტუმართმოყვარეობა ძალიან მომხიბლელს და საინტერესოს ხდის ჩვენს ქალაქს. ბათუმის მერს იტალიაში შევხვდი და ამისთვის განსაკუთრებული მიზეზიც ჰქონდა. ბათუმი ამ კვირაში ევროპის ყურადღების ცენტრში და სპეციფიკური წრის ობიექტივში მოხვდა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ეს იტალიაა, კერძოდ სარდინია. ბედნიერების კუნძულმა 2024 წელს 19 მილიონი ტურისტი მიიღო. 2025-ში სარდინია შეარჩიეს იმ ღონისძიებებისთვის, სადაც ევროპის გამორჩეულ ტურისტულ ადგილებზე და მათ შესაძლებლობებზე უნდა ემსჯელად, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. World Travel Awards-ის ორგანიზატორებს უნდა გამოევლინათ სხვადასხვა ნომინაციაში რჩეულთა შორის რჩეულები. Next award is for Europe's leading all-season destination. მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ცერემონიაზე ქართველებისთვის კულმინაცია ბათუმის სათანადოდ წარმოჩენა გახდა. ნომინაციაზე ბათუმთან ერთად წარდგენილი იყო ჟენევა, მიუნხენი, სტოკჰოლმი, ბუდაპეშტი და გაიმარჯვა ბათუმმა. World Travel Award-მა ქალაქი ევროპის 4 სეზონის წამყვან ტურისტულ მიმართულებად დაასახელა.
სარდინიაში საპატიო ჯილდო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილს დელეგაციის წევრებთან ერთად გადასცეს. პრიზი აჭარისთვის დამატებითი მოტივაციაა, რადგან ტურიზმი ამ რეგიონის მთავარი პრიორიტეტია და მიზანია ბათუმი წელიწადის ნებისმიერ დროს ტურისტების მიზიდულობის ცენტრი გახდეს. მე მინდა პირველ რიგში ეს წარმატება მიულოცო ჩვენს ქვეყანას, რეგიონს და რა თქმა უნდა განსაკუთრებით ბათუმელებს. ეს აღიარება არის ცენტრალური ადგილობრივი ხელისუფლების, ჩვენი საზოგადოების და კერძო სექტორის ძალისხმევის შედეგი. სწორედ ბათუმელების სტუმართმოყვარეობამ და თავდაუზოგავმა შრომამ ბათუმი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტად კვლავ რჩება ტურიზმის ხელშეწყობა და განვითარება, რამე თუ ტურიზმი არა მხოლოდ ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობა, არამედ ჩვენი კულტურული იდენტობის წარმოჩენის საუკეთესო გზა არის. ამ დროისათვის აჭარაში ვიზიტორთა რიცხვი 2.608.327-ია. მზარდია როგორც საერთაშორისო, ასევე შიდა ვიზიტები. 2025 წლის სექტემბერში ბათუმის აეროპორტიდან განხორციელდა 663 ფრენა, რაც შარშანდელ მაჩვენებელს 46%-ით აჭარბებს. ბათუმში 10-მდე საერთაშორისო ბრენდის მაღალი კლასის სასტუმროა. კიდევ ერთი აღიარება ჩვენი ქალაქის და ქვეყნის იმ მრავალფეროვანი შესაძლებლობებისა, რაც საქართველოს აქვს ზოგადად შესთავაზოს ვიზიტორებს, ასეთ წამყვან ტურისტულ ღონისძიებაზე ჩვენი ქალაქის დასახელება, რა თქმა უნდა, არის კიდევ ერთი აღიარება, რომელიც დაგვეხმარება, რომ ბათუმი და საქართველო კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავაცნოთ და მეორეს კი, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან დიდი მოტივაცია კერძო სექტორისთვის. საინტერესო იყო გაგვეგო თუ რას უსურვებენ ორგანიზატორები ბათუმს, საქართველოს და მიზეზები, რატომ აირჩიეს აჭარა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ბათუმის საიდუმლო ადგილი იყო ევროპელებისთვის, ეს ტურისტული საგანძური თითქოს დამალული იყო. ახლა იხსნება მსოფლიოსთვის 4 სეზონზე ბათუმში დასვენების შესაძლებლობა მას თავისი უნიკალურობით გამოარჩევს. ზოგ ტურისტულ ადგილს აქვს მხოლოდ ისტორია, ზოგს ხუროთ მოწყული ძეგლები, ზოგს მხოლოდ სანაპიროები ან გამორჩეულს ამით ხდის. ბათუმს უნიკალურს ხდის მისი ხალხი, ბათუმელების თავაზობენ სტუმრებს მათ გამორჩეულ სტუმართმოყვარეობას, ხარისს, მეგობრობას, სითბოს, სიყვარულს, ისეთ დამოკიდებულებას, რაც არსად არ მეურდება და რაც არ აღფრთოვანებული ვარ ქართველი ხალხის დამოკიდებულებით. ისინი გულს უღებენ სტუმარს. მსოფლიოში ბათუმის შესახებ ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უამრავი რამ აქვს გასაგები. დარწმუნებული ვარ, როცა ნახავენ და შეიგრძნობენ, ძალიან შეიყვარებენ. ეს ჯილდოც ჩვენი წვლილია ამ საქმეში, რომელიც დამსახურებულად აიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა და ერთი სული მაქვს, როდის დავბრუნდები ჩვენ ქალაქში და როდის ჩავიტანთ ამ ჯილდოს ჩვენ ბათუმელებთან, რომლებსაც დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, იმიტომ რომ ეს ჯილდო არის თითოეული ბათუმელის დამსახურება, დიახ, რომლებმაც თავიანთი ყოველდღიური შრომით, თავის ქალაქის სიყვარულით შექმნეს ეს წარმატების ისტორია და ჩვენ ამ ჯილდოს ძალიან მოუფრთხილდები და კიდევ უფრო განვავითარებთ ჩვენ ტურისტულ პოტენციალს. ბათუმის ჯილდო მართლაც თითოეულ ბათუმელს ეკუთვნის. მათ, ვინც მშობლიური ქალაქი მსოფლიოს უნდა გააცნოს და თან ისე, რომ რეგიონის ყველა მახასიათებელი სრულყოფილად წარმოჩინდეს. ყველა უპირატესობა გამოჩნდეს. ამავდროულად, რაც გასაკეთებელია, დასახვეწია გამოსწორდეს. დიდ კონკურენციას გაუძლოს. ტურიზმმა მაქსიმალურ ნიშნულს მიაღწიოს. ბათუმი ჩვენთვის ბევრი მიზეზის გამოა შეუცვლელი, მაგრამ ასევე უნდა გახდეს მსოფლიო ტურიზმის მარგალიტი.